გამარჯობა. მე ვარ გიორგი, კომშიჭიდან. დღეს მინდა გაჩვენოთ, როგორ უნდა ვთარგმნოთ ტექსტურების ერთ-ერთი სახეობა, რომელიც არის როგორც ფაილი გამჭვირვალე, მაგრამ თამაშის ძრავი ამ გამჭვირვალობის ინფორმაციას არა გამჭვირვალობისთვის იყენებს, არამედ იმისთვის, რომ რაღაცა გაანათოს. ამ შემთხვევაში დაცვის გარები გვაქვს, რომლის აი ეს ნაწილი, ეს მოწითალო ნაწილი ანათებს თამაშში. და ეს იმიტომ არის, რომ ეს ძრავი გამჭვირვალობის ინფორმაციას სხვანაირად ამუშავებს და იყენებს იმაში, რომ განსაზღვროს აი ამ ობიექტის რა ნაწილი გაანათებს. glow ეფექტი რა ექნება. აქ ცოტა რთული პროცესი არის ამათი თარგმნის გიმში, მაგრამ შემოგთავაზებთ. ესე იგი, გვაქვს ამ ტექსტურის ორი ვარიანტი, ორი ასლი, ეს ერთ საწყისი org და რომელიც იქნება ქართული. საბოლოო ჯამში K. გავხსნათ ორივე გიმში. ერთი. აგერ მეორე, ორი ერთნაირი და ვხედავთ, რომ განსხვავება არის ზემოთ აი სახელში. აქ რა ხდება? ლეიერებში ხო გვაქვს ერთი შრე. მაგრამ ამ შრეს, თითო შრეს, აქვს 4 მონაცემთა ჯგუფი, რომელიც არის ჩენელები. ეს რას ნიშნავს? გვაქვს ალფა ჩენელი, რომელიც ეს არხი, რომელიც განსაზღვრავს გამჭვირვალობას, როგორც წესი განსაზღვრავს გამჭვირვალობას. ხედავთ ხო, რომ ალფა ისეთი რაღაცაა, რომ მხოლოდ აი ეს წითელი სახელურია თუ რაც არის გაუმჭვირვალი. მაგრამ თამაშში ზუსტად ეს ნაწილი გაანათებს. ესე იგი გვაქვს ალფა შრე, გვაქვს ცისფერი დავამალოთ აი blue channel-ი, ეს არის ინფორმაცია, რომელიც ეუბნება თამაშს თუ ის სურათების გამხსნელს, რამდენი სილურჯე არის სურათში, ეს განსაზღვრავს რამდენი სიმწვანე არის სურათში, ეს განსაზღვრავს რამდენი სიწითლე არის სურათში, თითო პიქსელში. და ისინი ერთად რო შევურიოთ, გახდება ეს სრულფასოვანი ფერებიანი სურათი. ახლა რა ხდება? ჩვენ რომ ავიღოთ და დავამუშავოთ სურათი და ასეთ გადავადოთ ქართული ტექსტი დაცვა მაგალითად. თამაში ვამციროთ. ეს რო გადავადოთ პირდაპირ. თქვათ ჯერ დავამუშავოთ რაღაცნაირად და მერე გადავადეთ. ჩვენ დავინახავთ, რომ alpha channel-ში არის ეს ტექსტი და გადადებული ზემოდან. ან რომ ავიღოთ და merge down-ი გავუკეთოთ ამ წარწერებს და გავერთიანოთ ეს შრეები. ხო, ან კიდე ინგლისურად ქვია flatten სხვა პროგრამებში. ნახავთ არხებში და ისევ alpha channel-ში არის ეს მონაცემი შენახული. და ეს რო გადავიდანოთ თამაშში, ის ამას დაინახავს არასწორად და გაანათებს. ამისთვის რა უნდა გავაკეთოთ? უნდა გავაკეთოთ ისე, რომ red, green, blue შრეები დავამუშავოთ ცალკე და alpha შრე იყოს ხელუხლებელი. ახლა მე Ctrl-Z-ით დავაბრუნებ ანდუთი საწყის მდგომარეობაზე. ხო, ეს ფაილი იქნება ჩვენი ორიგინალი, ეს მარჯვენა ფაილი იქნება ჩვენი ქართული ვერსია. ახლა რას ვაკეთებთ? შევდივართ ორიგინალში, შევდივართ colors მენიუში და კომპონენტებში. აქ ჩვენ რას გავაკეთებთ? გავაკეთებთ decompose. ანუ დავშლით სურათს RGB კომპონენტებად და აუცილებლად უნდა იყოს მონიშნული აი ეგრეთ decompose to layers. ხო, აქ შეგვიძლია კიდე სხვა ფორმატები ავარჩიოთ, მაგრამ ჩვენ RGB გვაინტერესებს. RGBA იქნება ფაილი, სადაც ეს 4 მონაცემთა არხი იქნება ცალ-ცალკე 4 შრე. მაგრამ ახლა გვინდა RGB, რომ მხოლოდ 3 შრე იყოს. გავაკეთოთ decompose-ი და მივიღეთ აქ ხედავთ მესამე ფაილია, მესამე პროექტი, სადაც გვაქვს red, green, blue. და სამივე არის ესე შავ-თეთრი. შავ-თეთრი იმიტომ არის, რომ შავი განსაზღვრავს, რომ არ არის, თქვათ, სიწითლე სურათში და თეთრი ნიშნავს, რომ ბევრია სიწითლე სურათში. ანუ უბრალოდ სკალა არის ეგეთ 0-დან 1-მდე, ან 0-დან 255-მდე. ახლა რა გვინდა? ამ
ავიღოთ და არაფერს არ დავამუშავებთ ჯერ, ავიღებთ. ისევ გავაკეთებ components და compose. ეს რა, მკაცრავად, colors, components და recompose, ანუ ამ სამი შრიდან ამას შეაერთებს და საწყის სურათში ჩააბრუნებს. ეხლა ვხედავთ ჩვენ, რომ პირდაპირ ეს კარის სურათია და თავის ფერებიც აქვს, მაგრამ ჩანალებში რო შევდივართ, ალფა არის არიელი. ანუ გაუმჭვირვალე სურათი მივიღეთ. ეხლა აქ რა გვინდა? ხო, ეს დავხუროთ, რომ ის დაშლილი იყოს ამათ. ეხლა აქ რა უნდა გავაკეთოთ? ეს შრე გახდა გაუმჭვირვალე, არის ბრტყელი, ხო, ერთი ცალი შრე არის. აიღებ clone tools და როგორც ადრე გავაკეთეთ, ავიღებთ ამას. გავასუფთავებთ, როგორც გვინდა. ხო, ესა უცებ გავაკეთებ, იმიტომ რომ ახლა ხარისხიანად გაკეთებას აზრი არ აქვს, უბრალოდ ეს ილუსტრაცია არის. ჩავსვათ ტექსტს. დავსვათ აი სადაც შუაში. იდეაში ამ ტექსტის და ისე შესვლა შეიძლება რომ ტრაფარეთს გავდეს და საწყისი და სტილისტურად ისე შევცვალოთ, რომ გავდეს საწყის ინგლისურენოვან წარწერას, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ეს არ მაინტერესებს, მხოლოდ ილუსტრაცია. იმის მიერაც დავამთავრე მის დამუშავება, შევალ დაცვა patch downs გავაკეთებს, რომ ეს გახდეს ერთი შრე. ესევ სამი ჩენელი აქვს, red, green, blue. ახლა გავაკეთებთ ისევ components decompose. ანუ მივიღებთ ისევ red, green, blue შრეებს ალფას გარეშე. ახლა ვხედავთ აქ წითელი შრე, ქართული წარწერით, მწვანე შრე, ქართული წარწერით და ლურჯი შრე, ქართული წარწერით. ახლა რა გვინდა? შევდივართ იმ ფაილში, რომელიც აი გააწერია, ქართული იქნება. გავუკეთებთ ამას decompose. ამ შემთხვევაში გვინდა ალფაც. გამოვიტანოთ ცალკე პროექტში, ვხედავთ, რომ red, green, blue და alpha. ალფას არ შევეხებით, ავირჩიოთ red. მე ვბრუნდებით აქ, სადაც უკვე დამთავრებული გვაქვს ქართულენოვანი ტექსტურა და დაშლილია ფერებად. მოვნიშნავთ red შრეს, გავაკეთებთ Ctrl A, ანუ select all, copy, გადავდივართ ქართულში, შევდივართ წითელ შრეში, გადავაწერთ ზემოდან და ჩავაწყაბებთ, აქ გვერდზე სადღაც. ახლა ავირჩიოთ მწვანე შრე. შევდივართ დამთავრებულში, ისევ მოვნიშნავთ მწვანეს, დავაკოპიროთ ინფორმაცია, ანუ Ctrl A, select all-ი გავაკეთოთ, მე დავაკოპიროთ ინფორმაცია, გადავიტანოთ, აი აქ ჩავაწყაბოთ მწვანეში, გვერდზე ჩავაწყაბოთ. ხო, ეხლა ეს აი მწვანეა. ეხლა შევდივართ ლურჯში, აქ დამთავრებულში მოვდივართ. ავირჩიოთ ლურჯს, ისევ ყველაფერს მოვნიშნავთ, copy, გადავაწეროთ აქ ლურჯს, ჩავაწყაბოთ გვერდზე. ხო? ეხლა რა მივიღეთ? გვაქვს აი ლურჯი შრე, მწვანე შრე და წითელი შრე. და ალფას არ შევეხეთ, ხო? ალფა როგორც იყო, ისეთივე დარჩა. ახლა ვიღებთ colors, components recompose და ეს პროგრამა წაიღებს აი ამ შრეებს, გაერთიანებს და აი ამ ფაილში საიდანაც წამოვიღეთ, ჩავსვას ამ არხებს. აქ რა ვხედავთ? ისევ გამჭვირვალე სურათია ჩვენთვის, ალფა რო გავთიშოთ, ვხედავთ, რომ გვაქვს წითელი ინფორმაცია ნათარგმნი ტექსტურის, მწვანე, ლურჯი, ფერები რო შევურიოთ ერთმანეთს, მივიღებთ სრულფასოვან ფერად სურათს, რომელსაც ალფა აქვს ხელუხლებელი. ახლა ამას, რა თქმა უნდა, შევინახავთ როგორც GIMP-ის პროექტს. Save, რომ ეს ყველაფერი შრეები რაღაცები შენახული იყოს. და მე ჩვეულებრივად file, export as. აქ tag-ია უნდა იყოს ბოლოში, იმიტომ რომ ეს სჭირდება თამაში ძრავს, დარგა ფორმატის სურათია, კიდე შეგვიძლია, აქ შევიდეთ და ცალკე ავარჩიოთ თუ გვინდა. დარგა tag-ია. და გადავაწერთ ექსპორტისას აი ჩვენ tag-ია ტექსტურას files. Export, replace, export. ხო, ახლა ეს ყველაფერი რომ გავთიშოთ. შევიდეთ ისევ საქაღალდეში, აი ეს არის ჩვენი ახლა ახლად გატანილი სურათი, გავხსნათ თავიდან, დაინახავთ რომ ეს არის ტეგა სურათი, რომელსაც აქვს გამჭვირვალობა,
alpha channel-ი, alpha არხი, გამჭვირვალობის არხი არის ხელუხლებელი. გვაქვს ლურჯი, წითელი, ისა მწვანე, წითელი, ნათარგმნი. ხა ეს სურათი, ეს ტექსტურა რო ჩავდოთ თამაშში, გამოჩნდება ქართულენოვანი წარწერა, რომელსაც სწორად აქვს შენახული alpha არხი, რომელიც გამოყენებულია აი აქ განათებისთვის. ეგ არის და ეგ, ცოტა შემოვლითი გზა არის, მაგრამ მუშაა. და ესე გვიწევს ამ შემთხვევაში მუშაობა. ეს თავისებურებები, რომელიც აქვს თამაშის ძრავს, უნდა გავითვალისწინოთ და გვერდზე ავვაროთ. ამით დავამთავრებ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმედია დაგეხმარათ. წარმატებები. თუ გაქვთ შეკითხვები, მომწერეთ, თუ არ გაქვთ, მაინც მომწერეთ, თუ გამოიყენებთ ამ ხერხს რამის თარგმნაში, გამომიგზავნეთ, მაჩვენეთ, ძალიან გამიხარდება. კარგად წამდებოდეთ.